ბარსელონასა და რეალის ფანების გაერთიანების შემდეგ, თელაველების და გურჯაანელების გაერთიანების შემდეგ ჩვენ დღეს უკვე ვნახეთ კომაროველების და ვეკუელების დიდი გაერთიანება. ეს მარში სწორედ ამ წუთებში მოემართება რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა. პროტესტის 26 დღესაც კვლავ არის გადაკეტილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ მათემატიკოსები, ლექტორები, კურსდამთავრებულები ორივე სკოლის და ასე მოემართებიან. ახლა გიგანტური ბანერი აქვს მათთან. თლა ჩვენ უკეთ ვიცით, საქართველოს პლუს ევროკავშირი უდრის თავისუფლებას. ეს არის დღეს ამ ადამიანების მთავარი სათქმელი და ბანერებზე დატანილი აქვს ქართული ოცნების ლიდერების ფოტოები. მოუწოდებენ მათ, რომ თვლას ესენი ასწავლიან ქართული ოცნების ლიდერებს. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ აქციის მონაწილეს. გამარჯობა. პირველ რიგში გითხარით, ვის წარმოადგენთ, რა გაქვთ დღეს სათქმელი პროტესტის 26 დღეს, როდესაც პრეზიდენტს მოусმინეთ. მადლობა. დღეს არის ვეკუას და კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულთა შეხვედრა. აი ეს ერთად და მარში და ჩვენ სტრა არის ძალიან მოკლე. ჩვენ ვითხოვთ უპირველეს ყოვლისა განთავისუფლებას ინდაკავებულების. იმიტომ რომ ნახეთ, აი უკან განსაკუთრებით არიან ახალგაზრდები, რომელთა აი მათი უნდა ამაყობდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა მათი იამაყებდა. ეს მთავრობა კი არ ამაყობს. სვავს ციხეში, აწამებს, ამცირებს. ეს შეუძლებელია გაგრძელდეს, იმიტომ რომ სადაც ინტელექტი არის, იქ ის იმარჯვებს ყოველთვის. იმიტომ ინტელექტი არის ევოლუციური მოცემულობა. ევოლუციას არ წაუგია ომი არასდროს. და გადავცემ აი იმათ მინდა მივმართო პირდაპირ. თქვენ ამ ომს წააგებთ, თქვენ ეწინააღმდეგებით ყველა კანონს ბუნების. ძალიან დიდი მადლობა. თქვენც მინდა გკითხოთ, ჩვენ ამ დღების განმავლობაში ვნახეთ ყველა სფეროს გაერთიანება. ახლა ვეკუა კომაროვის გაერთიანდა. ასეთი რამ თუ გინახავთ თქვენ? რა თქმა უნდა, ეს იშვიათი შემთხვევა, მაგრამ ვიმყოფებით აგრეთვე იშვიათ მდგომარეობაში საქართველოს ისტორიულ პერიოდში. აგერ გავერთიანდით ვეკუა კომაროვი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სკოლა პრინციპში მრავალი წლის განმავლობაში ბევრ ინტელექტუალურ ფუნდამენტს უქმნიდა ჩვენ ქვეყანას და აუცილებელი არის, რომ შეიცნოს ჩვენმა მთავრობამ, რომ 2+2 არ იქნება 5 არასდროს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ბანერი არის ძალიან საინტერესო. გითხარით, რისი თქმა გსურთ ამით? ამით იმისი თქმა მსურს, რომ ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ესეთი განათლებული დიპლომი აქვს რამდენიმე და როდესაც გვისვამენ ისეთ პრეზიდენტს, რომელმაც შეიძლება მართლა იფიქროს, რომ 10 წლის მერე შეიძლება მოდიოდეს ვალეტი, ჩემი აზრით ესეთი ადამიანი უნდა იყოს ქართული ხალხის პრეზიდენტი. აი ახალგაზრდებს რა გითხრათ ამით ხელისუფლებამ, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი წარმოგიდგინათ პრეზიდენტად? ანუ უკვე აღარაფერი მიკვირს, მაგრამ აი ამბობენ, რომ ყველაფერი შეუძლიათ რაც უნდათ რომ ქნან და შეუძლიათ ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ აი ესეთი რაღაცეები დაგუმართონ, რასაც ხედავთ ახლა აქ, რომ პრეზიდენტმა არ იცოდეს თუნდაც თვლა, იმიტომ რომ ეს, რა ვიცი, ჩემი აზრით არ უნდა შეიძლებოდეს ახლა რაც ხდება აქ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენც გაგესაუბრებით, წინ მობძანდით ჩემთან. გითხარით, რისი თქმა გსურთ? დღეს პროტესტის 26 დღეა, პრეზიდენტსაც მოусმინეთ. რა არის ახალგაზრდების სათქმელი დღეს? ჩვენ, როგორც ყველას, ასევე გჯერა, რომ უნდა დაინიშნოს აუცილებლად ხელახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი პირველი მოთხოვნა და ყველაზე დიდი მოთხოვნა. ამ ბანერით მინდა იმის თქმა, რომ არსებობს ორობითი სისტემა, რომელზეც დგას სოფლიო, მაგრამ ჩვენ ვდგავართ ღორობით სისტემაზე და რადგანაც ღორობით სისტემაზე ვდგავართ, აი აქ როგორც ხედავთ, ნოლების და ერთების მაგალითად არის 41 და 4 და 1, რადგანაც ჩვენ აი ესეთ სისტემაში ვართ, უნდა დაინგრეს ეს სისტემა, ისე არ ეშველება ამ ქვეყანას სამწუხაროდ და ჩვენ მართლა გვჯერა, რომ დიდი მომავალი აქვს ქვეყანას, ევროპული მომავალი აქვს და ესე არ გავჩერდებით, როგორც ცდილობს ეს მთავრობა, რომ გაგვაჩეროს. ძალიან დიდი მადლობა. ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს, ამბობენ, რომ მათი ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. გაგესაუბრებით, მოგესალმებით. ჩვენ მოვუსმინეთ გუშინ სალომე ზურაბიშვილს, პრეზიდენტს. დღეს ასევე პრეზიდენტმა თქვა, რომ 29 შემდეგაც ის იქნება თქვენი ხალხის პრეზიდენტი. გითხარით, რა გაქვთ სათქმელი, რა მოლოდინები გაქვთ, როგორ გაგრძელდება, როგორ აპირებთ ახალგაზრდები ამ პროტესტის გაგრძელებას, ამ მუხტის შენარჩუნებას? მე ხალბატონის სალომეს გადაწყვეტილება ძალიან მიმაჩნია, ძალიან მომეწონა და მხარს უჭერ პირადად.
სალომე წარმოიშვა უკვე ლიდერი არის ასე ვთქვათ პროტესტის, იმიტომ რომ ამაში მთავრობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თავისი საქციელებით. ჩვენს პროტესტს არაყოლი ორგანიზატორი მართალია ყოველთვის გონია მოწინააღმდეგე მხარეს რომ ჩვენ ორგანიზატორი ყავდა, მაგრამ ჩვენ აქ არც ოპოზიციის გამო არ გამოდიოდი და არც კონკრეტული ვინმეს გამო ჩვენ გამოდიოდი ჩვენი პროტესტით. და სალომე როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი ამ ქვეყნის, იმიტომ რომ მხოლოდ მას აღიარებს ევროპა და სხვა ყველა დანარჩენი და ჩვენც მათ შორის, ბოლომდე დაუჭერთ მას მხარს და მის მოთხოვნას ვეთანხმებით, რომ ხალხალი არჩევნები ჩატარდეს. ძალიან დიდი მადლობა. კომაროველები და ვეკუელები ახლა ერთად დგანან რუსთაველის გამზირზე 26 დღესაც ცენტრალური მაგისტრალი ახლა არის გადაკეტილი და ჩვენ მსვლელობით მივამართებით საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც დღესაც 26 დღესაც პროტესტის ეპიცენტრი იქნება.